უდიპლომო სასიზო თუ გაქვს დანახი. მოყვაშორე ბატონო. შეხვჭამა, დავხვეჭა, ამიგო, დავხვეჭა. სინამდვილეში ტიპს ქონდა ნიჭი დურგლობის. უდიპლომო სასიჯოს შერჩა სასიჯო. სანამ მომენტი არ ჩაუვარდა, მანამდე და ვერ აღმოაჩინა რა უნდა და რა. აცალებდნენ იმაში თბილისში წასვლას აცალებდნენ და გამოცდებში იჭრებოდა ვერაბა ანუ არ ქონდა ნიჭი ამ სწავლის და უნივერსიტეტში ჩაბარება წარმატების აუცილებელი წინაპირობაა? რას გვაძლევს უნივერსიტეტი გარდა თაბახის ბურცლისა? მე ვარ სალი და რაც ვისწავლე მინდა რომ გაგიზიარო. თუმცა დღეს არ ვარ მარტო. ჩემთან ერთად არის ზე კონტენტ კრეატორი ვაჟა. მოსიარულე პოზიტივი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ვაჟა. ამ თემის ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას წარმოვადგენთ მგონი, იმიტომ რომ მე ადამიანი, რომელსაც 3 სხვადასხვა უნივერსიტეტის, 3 სხვადასხვა ქვეყნიდან აქვს დიპლომი. ვაჟა, რომელსაც უნივერსიტეტში არ ჩაუბარებია, მგონი არც გეგმავს, რომ ჩააბაროს, ხო? არა. მაგრამ არის ფრილანსერი, კონტენტ კრეატორი, თავის გზას, ასე ვთქვათ, თავისით იკვალავს. ჩემი აზრით საერთო ენას გამოვნახავთ. რომელ სიფრს აირჩევ? პირველი, მეორე, მესამე. მოდი პირველი იყოს. ლობიანი ხაჭაპური, 2 ჭიქი ქაფი. ვაჟა. ბოდიში. ჩემი ოჯახის მოლოდინი იყო, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. იყო რაღაც კუთხით კი ალბათ, უფრო პატარა რო ვიყავი, მაშინ უფრო ქონდათ ეგ მოლოდინი ალბათ, მაგრამ პირდაპირ რო იყო, გადასარევად სკოლაში არ ვსწავლობდი. მაგრამ ამის გამოწვევის მიზეზი ძირითადად მასწავლებლებიც იყვნენ, რადგან სწორი მიდგომა არ ჰქონდათ ჩემთან მაგალითად როგორც უფრო ჭირვეულ ბავშვთან. ჭირვეული ბავშვი ვიყავი ხოლმე სკოლაში სხვათა შორის ძალიან იმკუთხით, რომ რაღაც ეს გაკვეთილის დაინტერესების ის არ მქონდა რა და რომელი გაკვეთილებიც საგნებიც დამაინტერესდა. ის საგნები საბოლოო ჯამში შემძლულდა იმის გამო, რომ მასწავლებლებისგან ნორმალური მიდგომა არ იყო. ისტორია იყო და მასწავლებელი ბავშვს ურტყავდა, ყოფილა ეგეთი შემთხვევა მართლა. იყო შემთხვევა, როცა მასწავლებელი თლად გადასარევი მიმართვით არ ესაუბრებოდა მოსწავლეს, ეს იყო ბიოლოგიის საგანი, ეგეც დიდად აღარ მომწონდა. როგორ გახსოვს ეს კონკრეტული საგნები კომპლეტური მასწავლებელი? რავი, შენ მეგობარს რა უნება, ანუ შენ ჩემი ფეხები ხარო გასწავლებელი, მოდი დაგამახსოვრდება. ვაუ. იყო მომენტი, როცა მათემატიკის მასწავლებელს უთქვამს რაღაც ხუმრობით არაკაცი და ის და ანუ ყოფილა ძალიან ბევრი მოკლედ ისეთი რაღაც გამოსროლილი სიტყვა, ხუმრობით გამოსროლილი სიტყვა მასწავლებლისგან, რაც არ უნდა ყოფილიყო. უნივერსიტეტში აგინდოდა გაგეგრძელებინა ეს. უნივერსიტეტში ანუ რაღაც დონეზე სიმართლე გითხრა მინდოდა. აი ეს მომენტი მინდოდა უფრო რომ რაღაც ხალხი გამეცნო იქ უნივერსიტეტში რო დადიხარ, რაღაც საგნების სასწავლი რო გაქვს ეს ანუ ეგ რაღაც გარდატეხის ასაკიდან გამოსვლის მერე მინდოდა რაღაც ეგ ქაოსი რა, მაგრამ რავი, თუ არ მინდოდა აზრი არ ქონდა, ანუ ტყულა უნდა დაგხარჯა ფული, დრო უნდა დამეხარჯა ტყულა და რავი, საბოლოო ჯამში რაც მინდოდა იმას აკეთებდი, ანუ გულისხმობ იმას, რომ რაშიც რეალურად ვფიქრობდი, რომ კარგი ვიქნებოდი, ან ვიყავი მომენტში თუნდაც უფრო იმ სფეროში ვტრიალებდი და რავი, გამომადგა. სულ არაფერი გამოცდილების კუთხით მაინც გამომადგა რა. მეც რაღაც მხრივ გეთანხმები, რომ ჩემი ოჯახისგან საერთოდ არ მიგწვნია ეგ რაღაც დავალდებულება, რომ აი შენ აუცილებლად უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში. ანუ პირიქით ეგ მე აზრადაც არ მომსვლია, რომ არ უნდა ჩამებარებინა უნივერსიტეტში. რაღაც მხრივ ალბათ სოციუმისგან ვიყავი გაწვრთნილი, შეიძლება ითქვას, რომ ანუ მოლოდინი ჩემ თავს ჩემ თვითონ დავუწესე, ოჯახი არ იყო მან კავშირში. ხო და მე ფიქრება აი ისეთ ბავშვებზე მაგალითად, რომლებიც ძალით აბარებენ უნივერსიტეტში, ან თუნდაც აბარებენ მშობლების ხათრით, ან მშობლების შიშით და სინამდვილეში არ უნდათ. ან ჯარში რო არ წაიყვანონ, მაგის გამო აბარებენ. თუ თავიდანვე შენი მიდგომა ეგეთია, უნივერსიტეტმა რაც არ უნდა ღირებულება მოგცეს, გაუფასურებულია უკვე ავტომატურად თავიდან. აი, ყველაფერი რაღაც სურჩიც უნდა დაინახო რაღაც კარგი. მაგათმა რო ეგრე იმოქმედეს ჩემზე. კარგად იმოქმედეს კიდევაც, იმიტომ რომ დღესდღეობით რომ მე აქ ვარ და არა ვთქვათ სამე სხვაგან სადაც შეიძლება ჩემი სფერო არ ყოფილიყო და იქ მე მუშავა. კმაყოფილი ვარ ზოგადად კი. მოკლედ მადლიერი ვარ.
ანუ კი ცუდი იყო ეგ გამოცდილება, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ, ოღონდ მართლა. უნივერსიტეტი გვაძლევს ბევრად მეც, ვიდრე მხოლოდ დიპლომი. ამასთან მიმართებაში მე ნამდვილად ბევრი რამ მაქვს სათქმელი. უნივერსიტეტის პერიოდში ის დიპლომი რო ამეღო, მე შევეჭიდე ძალიან ბევრ გუნდურ პროექტს, ინდივიდუალურ პროექტს, ბევრი დედლაინი დავიცავი, ბევრი გეგმა დავისახე, დროის მართვა ვისწავლე, ეს მხოლოდ აკადემიურ ნაწილში. არააკადემიურ ნაწილში სოციალური სკილები გამოვიმუშავე, ძალიან ბევრ და განსხვავებულ ადამიანთან ურთიერთობა ვისწავლე. ზოგადად არ ვიყავი ბავშვობაში ესე ექსტროვერტი რო ეძახიან რა, ანუ ძალიან ბევრჯერ შევიცვალე სკოლა და ძალიან სტაბილური ბავშვობა არ მქონია რა, რომ ვიღაცებს ჩავბღაუჭებოდი ესე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ ყველაფერი ამ 4 წლის განმავლობაში, ნუ ბაკალავრზე ვსაუბრობ რა, ჯერჯერობით გამომიმუშავდა, იმიტომ რომ 4 წელი, თქვათ, კურსელებთან, არაკურსელებთან, სხვა აქტივობებში, რასაც ვიღებდი მონაწილეობას, ხო სტუდენტურ თეატრში ვთამაშობდი და მანდაც აი ვიპოვე ჩემი ბაბლი, რასაც ქვია და ამ კომფორტის ბაბლიდან გადავედი სოციალურ ბაბლში, ხო? და ვისწავლე როგორ ვიურთიერთო ადამიანებთან და გამოვიმუშავე ისეთი სკილები, რომელიც თქვათ უნივერსიტეტში რო არ წავსულიყავი, ჩემ აზრით, ბევრად უფრო გამიჭირდებოდა. და აი შენ რა სიტყვი მაგაზე? შენ არ წასულხარ უნივერსიტეტში, მაგრამ ეგ სკილები ფიქრობ, რომ გამოგიმუშავდა თავისით, ხო? ხა, სულ ექსტროვერტი არც მე არ ვარ. ინტროვერტის პერიოდებიც მაქვს. უბრალოდ ანუ ექს ერთულები იყო და გავიარე ჩემით კი. უნივერსიტეტში რო ჩამბარებინა, ეგ მაგ ყველაფერს გავლა არ დამჭირდებოდა. მაგრამ მაგ პერიოდებში ძალიან კარგი მოგონებები დავაგროვე. მაგ პერიოდში სამსახურები რაც მქონდა, იმ სამსახურებში რომ გავიცანი რაღაც ბავშვები, თან სულ სხვადასხვა ისტორიებს ისმე წარმოედგინა ამ ბავშვებისგან. აი უნივერსიტეტში ხო შეიძლება რომ სულ სხვადასხვა ისტორიები მოისმინო. ზოგი რეგიონიდან არის ჩამოსული, ზოგი რაღაც თბილისში არის, მაგრამ ისეთი ცხოვრება აქვს, ხო გაგაოცებს. ანუ იგივე ვარიანტია რა მანდაც. უბრალოდ სხვანაირად დატარებთ, უფრო ემოციურად დატარებთ ერთმანეთთან დროს და კარგი მოგონებები დამიგროვდა. რამდენად ფიქრობ, რომ სტაბილურობა შეგინარჩუნდა მაგ პერიოდში, იმიტომ რომ თუნდაც ეხა ფრილანსერი ხარ ხო, ანუ და შეიძლება დღეს გქონდეს სამსახური, ხვალ აღარ გქონდეს, ზე გქონდეს, მაზე აღარ გქონდეს, ხო? ეს ხო ძალიან ისეთი ქაოტური გარემოა და მაგისთვის რამდენად საკმარისად გამოგიმუშავდა ისეთი უნარები თავისით უნივერსიტეტის გარეშე, რომ უმკლავდები მაინც მაგას. აქეთ იყო სწავლა, აქეთ იყო რაღაც სხვა შრომა უფრო. ანუ მე წავედი აქეთ. ვიშრომე ის რაღაც მივიღე გამოცდილებები საბოლოო ჯამში. ნუ 17 წლიდან მუშაობ მე და საბოლოო ჯამში 5 წელი მაქვს დაგროვილი გაყიდვებში. რაც ვიმუშავე, გაყიდვების მიმართულებით. მომსახურების სფეროში სადღაც 1-2 წელი. ეს ჯამურად რო ავიღო რა რაღაც ესე. ხო და საერთო ჯამში რავი, ჩემთვის ძალიან კომფორტული არის ახლა ყველაფერი. გულისხმობ იმას, რომ არ არის სირთულე ჩემთან, რომ რაღაც ვერ ვიპოვო. იმისთვისაც მზად ვარ ნებისმიერ დროს, რომ ვაიდა რაღაც იყოს, ანუ არ შემცხვება. რომ რაღაც კონკრეტულ რაღაც გრაფიკში ჩაჭრა სამსახურს მივუბრუნდე. რაღაც 8 საათი სამუშაო ან 12 საათი და თუნდაც რაღაც მაღაზიაში, ანუ ეგ უფრო მეორე ვარიანტად მაქვს. და პირველი ვარიანტი ყოველთვის ბრძოლა არის ჩემთვის. უნივერსიტეტში როცა აბარებ, შეგიძლია გაცვლითი პროგრამით წახვიდე, თუ ანუ რავი, ძალიან მარტივად, თუ კარგი ნიშნები გაქვს და განაცხადში ავსებ, შეიძლება 1 სემესტრი, 2 სემესტრი გაგიშვან საზღვარგარეთ და იქ მიღებულ გამოცდილებას, რავი, მართლა არაფერი არ შეეტრება ნებისმიერ გაცვლით პროგრამის სტუდენტს რო კითხო, აი ისეთი შთაბეჭდილებებით ჩამოსულან იქიდან და აი შენ რომ მოგინდეს წასვლა, მინდა. გინდა. მართლა მინდა. და როგორ ფიქრობ, თქვათ, მაგ ეგ ამბავი უფრო რთულია შენთვის, რომ ანუ რაღაცაში უნდა იყოს ჩართული, ეგ უოჭელია კი, რა თქმა უნდა. ეს უბრალოდ შენ რაღაც წახვიდე ვერა ხო? მაგრამ უნივერსიტეტიდან უფრო მარტივია ალბათ ეგ მომენტი. ანუ მოხალისედ მიდი. ხო, მოხალისეობა კი, ეგეც შეგიძლია. ხო, მან მე ფულს არ გიხდიან. ეგ არის ანუ უფრო ართულებს საქმეს, უფრო მეტი ისა გაქვს, უხეშად რო თქვა, საჩალიჩო, რომ როგორღაც მოხვდე მაგ პროგრამაზე, წახვიდე, როცა შეგიძლია რომ უბრალოდ უნივერსიტეტში როცა ჩააბარებ, გააკეთო განაცხადი, კარგი ქულები თუ გაქვს, გაგიშვებენ 1 სემესტრით.
ისეთი საგანი ავირჩიე, რატო არ ვიყენებ? იმიტომ რომ არ ავირჩიე პრაქტიკული საგანი, ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე რა და ფსიქოლოგიაზე ან უნდა გამოხვიდე ფსიქოლოგი, რაც მე არ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ზოგადად მე ძალიან შფოთვიარი და სტრესისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ და ვერ წარმომედგინა ჩემი თავი, რომ ვინმეს დავხმარებოდი, აქეთ დასახმარებელი ვიყავი. ხო და შესაბამისად ფსიქოლოგიაზე იმიტომ ჩავაბარე, რომ უბრალოდ საგანი მაინტერესებდა და ვიფიქრე, რომ მე ამას რო ვისწავლიდი, ჩემ თავს ჩემ თვითონ დავეხმარებოდი და რაღაცნაირად გავერკვეოდი აი ამ თავში რა ხდება. აი მაგიტო ჩავაბარე და მართლა გეტყვი გულწრფელად, რომ მე ვისიამოვნე მაგ საქმით. ანუ მართლა ძალიან დიდი სიამოვნება მიიღე მაგითა. მაგიტო ისევ იმას რო დაუბრუნდეთ, რომ აი ღირებულებას რას შეიძლება გაძლევდეს უნივერსიტეტში, შეიძლება შენი დიპლომი არაფერში არ გამოიყენო, მაგრამ სიამოვნებას მიიღები 4 წლის განმავლობაში, რომ ისწავლე რაღაცას, რაც მოგწონს და პლუს ის რაღაცები, რაც ვახსენე. რეალურად კარგი არის კი. მე მაგალითად რის გამოც ვერ გადავწყვიტე, ანუ არ გავზრდილ ვარ რაღაც მდიდრების ოჯახში, მაგრამ ისეთი მომენტი იყო, რომ რაღაცა ყოფილიყო, მე რო გადამეწვიდა და მეთქვა ჩემებისთვის, რომ მეთქი მინდა ჩაბარება უნივერსიტეტში ისეს, რავი, ჩემი აზრით კი შეძლებდნენ. ანუ რაღაც იზავდნენ და რაღაც ბევრი გადასახადიც ყოფილიყო, გამიშევდნენ, მაგრამ რავი, ანუ საბოლოო ჯამში რო დავფიქრდი მაგაზე, ანუ არა რა, ანუ ამათაც მეთქი ფული უნდა გადავაყრევინო უაზროდ. მე თვითონაც რო უნდა დავკარგო და დიდი ალბათობით რავი ხალხს რომ უყურებდი, ნანოდნენ და რაღაც წუწუნებდნენ იმაზე, რომ ისეთი საგანი არ იყო, რაც უნდათ. და აი მაგ ყველაფერზე მოკლედ ეგ ყველაფერი რომ მესმა და კიდე ცალკე მომენტი იყო ის, რომ მეთქი, ანუ არა რა, ისე ჩემ თავს მივყვები შიგნიდან თქო. და რაღაც კუთხით ძალიან კარგი იყო, ანუ ცუდი არ არის უნივერსიტეტი, მაგის თქმა არ მინდა რა. კარგი არის, უბრალოდ მე მაგალითად ჩემთვის ჩემი სწორი გზა იყო ის, რომ ჩემს შიგნიდან რაღაც მოთხოვნილებს გავყოლოდი. და რასაც გავყავით ჩემს შინაგან მოთხოვნილებებს და სურვილებს. ძალიან კმაყოფილი ვარ დღესდღეობით, იმიტომ რომ იქ ვარ და იქ მივედი ჩემი აზრით, სადაც უნდა ვიყო. ის გამოცდილებები დავაგროვე, რაც უნდა მქონოდა და მქონდეს ახლა. რომ ის ყველაფერი გადამელახა, ის სტრესული პერიოდებიც, ის რაღაც სამსახურიც მოძებნის მომენტში, რომ რაღაც ვერ პოულობ და იცი, რომ კიდე არ უნდა დაყარო ფარხმალი, ეგ ვისწავლე, რავი, აი, ძალიან ბევრი რაღაც შემეძინა, კი. 17 წლის რო ვიყავი, ერთ-ერთი სპორტ დარბაზის დასუფთავებაში მუშაობდი. ერთ კონტენტ კრეატორთან ვახსენე ეს, მეტი არსად არ მაქვს საჯაროდ ნახსენები. არჩენთან არ მაქვს ნახსენები მგონი. მეც პირველად გავიგე. სპორტ დარბაზის დასუფთავებაში ვიყავი. მუშაობდი ჩაოლებრივ რაღაც ვაკეში, ერთ-ერთი სნეპი იყო. ვიცი. მაგ მუშაობდი. ისეთი მომენტი იყო, წმინდავდი რაღაც ტრენაჟორებს, ისეს, იატაკს, საბაზარო საფრთხეშო, გასახდელები, ანუ არ იყო გადასარევი რა, მაგრამ გადასარევი კი არა, კარგი არ იყო ზოგადად მაგის გაკეთება, კი, უბრალოდ მომენტი ისეთი არის, რომ მანდ უფრო სხვა რამის გამოწავედი. მანდ უფრო ჩემი შინაგანი რაღაც მოთხოვნილება მქონდა, რომ მეთქი აი მაინტერესებს როგორია ის სიტუაცია, როცა მეთქი ადამიანი არის დიასახლისი სამე კომპანიაში და ისე ჩართული ვერ არის, აი გარშემო ყველა ადამიანი არის, ვინც უნდა იყოს თითქმის იქ. ძალიან ბევრი ხალხი არის, მაგრამ რავი, ყურადღებას თითქმის არავინ არ აქცევს რა, ფილმებშიც რო უყურებდი უფრო და ეგ მომენტი რომ მქონდა, მეთქი ცდი, ვაკანსია ვნახე რაღაც იმ მომენტში ნორმალური. რამდენი ხანი მუშაობდი მან? სადღაც ერთი თვე რა, ხო. ერთ თვე ვიმუშავე, ანუ გამოცადე ჩემი თავი, რო რამე ყოფილიყო აი ცხოვრებაში, ოდესმე მეთქი ეგეც მაინტერესებდა, რამდენად მისაღები იქნება ჩემთვის ეს. და რავი, ანუ იცი რა, ანუ არ გამიტყდა. ანუ ეხაც რო ამბობ არ მიტყდება მაგის თქმა რა. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ეგ, რომ თან ბავშვი რო ვიყავ იდეაში მაგ კუთხით ცოტა უფრო სხვანაირად მაფასებდნენ. იქ და სხვანაირად მიყურებდნენ, რომ ყოჩა რაღაც 17 წლის ბიჭი, რაღაც დამაგებლად მუშაობ, მაგრამ რადგან ხო მე შეგიძლია მეთქი, კი, ვიცი, შემიძლია, მაგრამ ახლა აქ მინდა რომ ვიყო. ხო და ემოციური გამოცდილება მომცა მაგ სამსახურმა. უფრო მეტად ემპათიური გავხდი ხალხთან მიმართებაში და რავი, მოკლედ გუდრა, ანუ კმაყოფილი ვარ ჩემი. ანუ ძალიან ვამაყობ შენით მართლა. მე პირველად გავიგე ახლა ეს რა სამსახური ან რა სფერო შეიძლებოდა გამხსენებოდა, რომ ვაჟას არ დაუტესტავს თავისი თავი მაგ სფეროში, მაგრამ აი ეს დეტალი ნამდვილად არ ვიცოდი და ვაუ. მადლობა. ხო, მხოლოდ დიპლომი სამსახურის დასაწყებად საკმარის არაა. თქვენ რას ფიქრობთ ამას შესახებ? მე რას ვფიქრობ? ისეთი სამსახურები, რომელიც არის თუნდაც რამე დიდ კომპანიაში ან რაღაც საოფისე ან რაღაცა ეგეთი, ეგეთი სამსახურები თუნდაც სტაჟიორის და დამწყების დონეზე
ითხოვს, რომ გქონდეს რაღაცა დონის უმაღლესი განათლება. ბაკალავრი საჭიროა მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ უბრალოდ HR-ი შენს CV-ს ჩემი აზრით გადადებს გვერდით და არ დაგირეკავს. იმიტომ რომ ის უნარები, რაც წეგან ვილაპარაკეთ, თუნდაც დროის მართვა, დედლაინებზე კონცენტრირება, პრიორიტეტების დასახვა, დაგეგმვა, კვლევა, ეს უნარები ყველაფერი გამომუშავებული გაქვს უნივერსიტეტის პერიოდში. და შენ, როცა უნივერსიტეტის დიპლომი არ აქვს, გიწევს, რომ ეგ უნარები ჩაწერო როგორც soft skill-ები რა, ანუ რაღაც ცალკე სექციაში გიწევს, რომ ჩაწერო, იმიტომ რომ უნივერსიტეტის დიპლომი რახან არ აქვს, იძულებული ხარ, რომ ეგ სკილები გამოყო მაგ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი, ანუ დიპლომში არ არის აქ საქმე რა, აქ არის იმაში, რომ იმ უნივერსიტეტის 4 წელმა რა მოგცა. მაშინ დიპლომი გაყიდვებში არ გჭირდება. გაყიდვებში გჭირდება კომუნიკაციის უნარი და გახსნილობა და რავი, ადამიანებისადმი სწორი მიდგომა და ასე შემდეგ. ეგენი თუ გაქვს, მაშინ ხო, რა საჭიროა 4 წელი ისწავლო ისეთი საგანი, რომელიც გაყიდვებში არ დაგეხმარება. ანუ არანაირად. ხო. გაყიდვები მთლიანად გამოცდილებაზე არის დაფუძნებული რა, მაგრამ თუ ისეთ სამსახურში გინდა, თუნდაც ადმინისტრაციაში გინდა რომ იმუშაო, სადაც ბევრ დოკუმენტებთან გაქვს საქმე, ძალიან კაი იქნება რომ დიპლომი გქონდეს CV-ში, იმიტომ რომ იგულისხმება რომ შენ ბევრ მასალასთან ქონდა შეხება და იცი როგორ დააორგანიზო, დაამენეჯმენტო და ეგ რაღაცები გაქვს. აი კონტენტ კრეატორი ხო ხარ შენ? რო არ გაქვს დიპლომი, რო არ წასულხარ უნივერსიტეტში. რამეში ხელს გიშლის? არა. ხო, ეგ არის ნახე, შეიძლება დიპლომი არ გქონდეს. ну თითქმის არც არავინ ითხოვს ახლა აქ დიპლომს, მაგრამ არიან კი სხვადასხვა კომპანიები და ძალიან ლოცები ხოლმე მაგით, რომ მაგ კუთხით ზოგჯერ რაღაც ისეთ კონკრეტულ განათლებას ითხოვენ რაღაცა, ან კურსი თუ ექნება გავლილი, ესეთი კადრი პრიორიტეტული იქნება. ანუ უპირატესობა მიენიჭება. განცხადებაში შეუძლიათ, ანუ მեղადავები, ანუ რა უპირატესობა მიენიჭება თუ კურსი აქვს გავლილი. ანუ თავარი ის კი არ არის რა კურსი აქვს გავლილი. ანუ ის არის ჩემი აზრით თავარი, რომ რა შედეგები შეუძლია დაუდოს იმ კონტენტ კრეატორმა, იმ ადამიანმა. პორტფოლიო ჭირდება რა მოკლედ. ანუ აჩვენებინე პორტფოლიო, მოითხოვე პორტფოლიო და არა რაღაც რა კურსი გავლილია და ნახე, ანუ არ არის. ანუ კურსი არ არის აუცილებელი, თავარია პორტფოლიო რა გაკეთებული. ანუ ამ დებულებასთან მიმართებაში გონი საერთოდ უნდა გამოვნახეთ, იმიტომ რომ დიპლომი და უნივერსიტეტში ჩაბარება არის პირველი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება კარი გაგიღოს, მაგრამ იმ ოთახში, რომელ კარებსაც გააღებ, რომ დარჩე, საჭიროა რომ გქონდეს რაღაცა დონის გამოცდილება და პორტფოლიო და ასე შემდეგ. და აი გამოცდილებას რომ იღებ მაგ მომენტში ზუსტად ძალიან დაბალი ხელფასებიც არის. ნუ ეგ ძალიან ცუდი მომენტი არის ძალიან. მაგრამ სხვათაშორის მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ დამწყვეტია გული, რომ მეთქი, აი რატო არ ვიცი, რატო არ ჩავაბარე, აი აქ რატო არ ვისწავლე ეს, რომ ეხლა ხო მექნებოდა პირდაპირ ეს სამსახური. აი ძალიან ბევრჯერ მართლა. აი რო ჩაგებარებინა რაზე ჩავაბარებდი მარკეტინგზე? PR-ზე? არა. ეგენ ძალიან ისეთი იყო, აი ყოველმე რო აბარებდა უკვე და თან ერთ წელში ყოველთვის მესმოდა, რომ ვაიმე არა რა ბიზნესი და რა ის და ეს და თან მეთქი რაღაცა მაგარია, მაგრამ მე რომ ვისმენდი, არა ამ საგანს გვასწავლიან, არა ვაფშე არაფერში გჭირდება ისეს და ეგეთებს რომ ვისმენდი, ცოტა მე გული ამიცროდა. ამერიკულ სისტემაში მართლა ეგრეა, რომ ყველა აი თუ აბარებ მაგალითად ფსიქოლოგიას, გასწავლიან ისტორიას, მას რა ქვია, აი შეიძლება ისიც რა ქვია, ფილოსოფიაც ისწავლო, შეიძლება რაღაცა აი ისეთი რაღაცები ისწავლო, რაც თქვა ფსიქოლოგიაში კონკრეტულად შეიძლება არ გჭირდება. ან სანამ კონკრეტიკაზე მიხვალ, 3 წელი უნდა იპახაო რა, ანუ ისეთ საგნებს გადიხარ, რომელიც არა და ბოლო წელში როგორც იქნა დაგაკონკრეტებენ რაღაცა კონკრეტულად. აი, ჩემი ვესტმინსტერის უნივერსიტეტის გამოცდილებიდან გეტყვი, რომ მე რო ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე, მხოლოდ ვისწავლე ფსიქოლოგია. მეტი არაფერი არ ვისწავლია. ჩარჩოში ჩამსვეს თავიდანვე. რა, შენ ფსიქოლოგია ირჩიე? ესე იგი, გასწავლით მხოლოდ ფსიქოლოგიას. დამატებითი მეტი არაფერი არ გჭირდება, იმიტომ რომ იმას გათვლილი აქვს იმაზე, რომ შენ რო 4 წელს დაამთავრებ და ფსიქოლოგიაზე ფსიქოლოგი გახდები, იმან უნდა პირდაპირ სამსახურში გაგიშვას, როგორც ის კონკრეტული მიმართულება. ანუ არ აწყობს, რომ სხვა საგნები გასწავლოს, რომ მე შენ პრეტენზია გაგიშვას, რომ იცი რა, მე რაღაცა პირველ კურსზე ვისწავლე რაღაცა ფილოლოგიის რაღაცა ნაწილი და შეიძლება ფილოლოგადაც გამოვდგე. ანუ მაგას ვეღარ იტყვი რა, იმიტომ რომ არ გისწავლია. ხო და ეგ კარგიც არის და ცუდიც არის რაღაც მხრივ რა. ხო, ნახე. დღეს სტუდენტებმა ყველაფერი იციან, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ იციან. აი ეგ არის ზუსტად დიდი პრობლემა, ხო, ანუ
ნახე, ყველაფერს მიედმოედები. ანუ ძალიან ბევრ სამსახურში ვიმუშავე, მაგრამ ძირითადი უფრო ყველაზე მეტი სადაც კი ვიმუშავე, სადაც დავაგროვე ცოდნა და გამოცდილება არის, უფრო გაყიდვები და მომსახურების სფერო. მანდ უფრო ძლიერი ვარ მე მაგალითად ვიდრე რაღაც საოფისე სფეროში ან თუნდაც მარკეტინგის კუთხით, იმიტომ რომ მარკეტინგში ახლა უფრო დავიწყე აქტიურობა. რამდენიმე წელია მარკეტინგის მიმართულებით რაღაც ვცდილობ რომ განვითარდე. მაგრამ გაყიდვებში უფრო ვიცი რომ კარგი ვარ. ну, არა მარტო ჩემი გამოსახედიდან, არამედ სხვების შეფასებებიდანაც, მომხმარებლების შეფასებებიდანაც ვიცი რომ კარგად შემიძლია ადამიანს პროდუქტი გავაცნო. საბოლოო ჯამში ამით ის შეგვიძლია ვთქვათ, აი აქ მივდივარ ზუსტად შუა ცენტრში რა, სადაც ორივე თანხმდებით, რომ კარგიც არის და ცუდიც არის, როცა ბევრ რაღაცას მიედმოედები და როცა ერთ რაღაცას სწავლობ. ასევე კარგი არის და ცუდი არის, როცა აბარებ და არ აბარებ უნივერსიტეტში. ანუ თითქმის იგივე გზის გავლა გიწევს საქართველოს უნივერსიტეტებში ჩააბარო, რაც შეიძლება რომ ისე სამსახურების ძებნისას და რაღაც ზოგადად ისე მუშაობის დროს მიიღო. ანუ იქაც უნდა მიედმოედო ყველაფერს და სამსახურებშიც და უნივერსიტეტებშიც უნდა მიედმოედო ყველაფერს. უნივერსიტეტი უფასო უნდა იყოს. ეგარ ამბობდი რომ ბევრს არ აქვსო გადახდის საშუალებაო და ეს არის ჩვენი გამოსავალი. აი ზუსტად კი. ვიღებთ მაგალითს თქვათ გერმანიისგან, ფინეთისგან, სადაც უმაღლესი განათლება უფასოა, ისევ თავიანთ საზოგადოებას ეხმარება ეს, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია ყველასთვის, უკვე მანდ ფინანსები გადაწყვეტის მომენტში ფაქტორი არ არის. უფასო რო ყოფილიყო უნივერსიტეტი, მე გავაგრძელებდი სწავლას და რავი აი უკვე მერვე, მეშვიდე კლასში, თუნდაც მე-6-შიც რა, რომ არ ვცოდნოდა ის, რომ აი რაღაც დიდი გადასახადები არის უნივერსიტეტში სასწავლებლად. რავი, რაღაც მიმწოლი ის უფრო მექნებოდა რა, რომ ვცოდნოდა, რომ მე ფულის გაღება არ მომიწევდა მე ან ჩემ ოჯახის წევრებს. თუ უფასო იქნება და ხელმისაწვდომი არის ყველასთვის, მე მუღამი დაეკარგება, თუნდაც წარმატებით ჩაბარებას ან წარმატებით დამთავრებას. ნეკ ხო აღარ იქნება ხო რა წარმატებით აი ეხა ხო თქვათ ყველა ვიღაცა რომ აი აქ მოვხვდი ხო ანუ ხო ნიშნავს რომ ვიღაცა არ მოხვდა და შენ მოხვდი ხო და თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და მაშინ რაღაცა პირობები უნდა იყოს ჩაბარების ისევ ყარი რომ თქვათ იმ შემთხვევაში იქნება უფასო თუ ესა და ესა და ეს აი ჩემი დაფინანსების მაგალითი რომ მოვიყვანო მაგალითად რა ვესტმინსტერის სკოლარშიპი რო ავიღე იქ ჩემს სკოლარშიპის პირობებში ეწერა, რომ თუ შენი ნიშნები ჩამოვა ამ და ამ ზღვარის ქვევით, გაგიწყდება სკოლარშიპი. და ასევე მანდვე მქონდა ისეთი პირობა, რომ წელიწადში უნდა გაგეკეთებინა ამდენი საათის მოხალისე სამუშაო. ესე მithქოს რა, უნდა გამოადგე სოციუმსო რაღაცაშიო რა, იმიტომ რომ შენ რო სოციუმი გაძლევს იმის საშუალებას, რომ უფასოდ ისწავლო, შენ უკან უნდა დააბრუნო ეგ. კაია, ანუ ზუსტად. რა შეგიძლია დასკვნა გააკეთო უნივერსიტეტთან მიმართებაში, როგორც უდიპლომო ვაჟიკო. მე პირადად კმაყოფილი ვარ, რომ არ ჩავაბარე. უბრალოდ თუ გაქვს შესაძლებლობა და მიზნად ისეთი რაღაც, რისთვისაც გჭირდება კარგი განათლება ან დიპლომი, უეჭველი უნდა ქნა რა. აი, რავი, უეჭერზე. ან შენ მიზნებს უნდა გაყვე უბრალოდ რა და შენ თავს დაუჯერო. უბრალოდ ის მომენტი არის, რომ თუ ხარ ზოგადად იმპულსური, ეგ უნდა აღიარო შენს თავთან და ეგრე მარტივადაც არ მიიღო მაშინ გადაწყვეტილება. თუ იმპულსური ხათრით არ უნდა ჩააბაროთ, ანუ არავის დაძალებით არ უნდა ჩააბაროთ და ესეთი, მაგრამ რომც არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ და რომც რაღაცა თქვენთვის არასწორ ფაკულტეტზე ჩააბაროთ, არც ის არის გვიან, რომ მე რაღაც მობილობით სხვა რამეზე გადახვიდეთ ან ხელახლა დაიწყოთ. არც ის არის, ანუ ასაკის შეზღუდვაც არ არსებობს უნივერსიტეტში, ანუ დედაჩემმა მაგალითად 30 წლის ასაკში ჩააბარა უნივერსიტეტში და თეატრალური აქ დაეჩევს დამთავრებული და მე შეიცვალა პროფესია. მშობელს ეს უნდოდა და აი ამაზე ჩავაბარე, ანუ შენ რა გინდოდა, ანუ ეგ უნდა გააკეთო რა. ანუ მესმის რომ მშობელს პატვის სცემ დედას, მამას რაღაც კი უბრალოდ, რავი ანუ გინდა შენ, ანუ უეჭველი კარგია შენთვის. ხო, მეორე ვარიანტია, რომ კაი, მშობლის ხათრით ჩააბარე და მე აკადემიური აიღე და 1 წელი იმუშავე და გაერკვიე ვაფშე ის რაღაცა, რაზეც ჩააბარე, ის არის შენი თუ არ არის შენი.
და მე ხელახლა დააგრძელე და ჩვენ თავისუფალი თაობა ვართ და რაღაცნაირად არ გვეშინია არასტაბილურობის და მათთვის ეს ძალიან დიდი ის არის შიშია რა, რომ აიმე ჩემაშვილო თუ არ ჩაბარ, ანუ დიპლომი მაინც ექნება, ხო? ანუ აი თუ არაფერი გამოვიდა ცხოვრებაში, დიპლომი მაინც ექნება და მაგითი რამეს იზავს და არა და ბევრი ადამიანი მინახავს თორემ თუდაც კლიშედ არის აღიარებული, ხა ტაქსისტებს 6 დიპლომი აქვს თუ რაღაცა, მაგრამ ანუ საიდანაც მოდის ეს კლიშე, ხო? ანუ რაღაცა რეალობაზე არის დაფუძნებული. მიმწოლები და მეამბოხეები და ეგ ძალიან მოუწონს რა. თავარია ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტო და ამ ყველაფერში შეგვიძლია დავიხმაროთ ჩვენს გარშემო ყოფით თანატოლები, იმიტომ რომ ყველა ერთ გზას ვადგავართ და ყველას ერთი რას აკეთებს. ვაჟაც არის ესეთი ადამიანი, რომელსაც მართლა ძალიან ვაფაზებ, ზუსტად იმიტომ, რომ თავისთავი არ დაუკარგავს ამ რაღაცა ქაოტურ თვითძებნის პროცესში, ხო? და თვითაღმოჩენის პროცესში და შესაბამისად გააგრძელე შენი მიზნებისკენ სწაფლა. ბოდიში თავი დათქი. ნუ subscribe ხალხო, ეს არ გითქვამს. subscribe სალიბაბლი. ხო და ის არის. Don't be შემოჭილი ხალხო. be შენი თავი. პირველად გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, ეს იყო ჩემი იდეა და ვაჟაც ძალიან გამიხარდა რომ დამთანხმდა. გამოიწერეთ არხი, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. რა თქმა უნდა, გამოიწერეთ უეჭველი ადამიანი შრომობს. გამოიწერეთ არხი, დაგვალაიქეთ. კი, და გადააზიარეთ. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ვაჟა.